გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ. მამა კახაბერ გოგოტიშვილთან ერთად დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე მარხვა. მამა კახა, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ძვირფას მაყურებელს. მოგეხსენებათ, ახლა არის მძიმე მარხვის პერიოდი, დიდ მარხვაა და გადავწყვიტე რომ ჩვენს გვერდი არ აგვეარა ამ თემისთვის და დღევანდელ გადაცემაში გვესაუბრა რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად მარხვას და საერთოდ რას ნიშნავს მარხვა? სიამოვნებით, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად საჭირო თემა არის შეხსენება ნებისმიერი რაღაცა სასულიერო ამ თემატიკიდან, რაც შეიძლება ადამიანს რჩევად, დარიგებად გამოადგეს, შეიძლება იცოდეს კიდევ, მაგრამ კიდევ ერთხელ შეხსენება გარკვეულწილად მას ყველას გვჭირდება და რაღაცნაირად აამაღლებს სულიერად თითოეულ ადამიანს, ასე რომ ვფიქრობ, რომ ეს გადაცემა სწორედ ამას მოემსახურება. ეხლა რაც შეეხება თვითონ მარხვას, დავიწყოთ ალბათ უნდა ისტორია თავიდან, რომ სამყაროს შექმნის შემდგომ რა მოხდა და რა საჭიროება იყო იმისა, რომ რაღაცნაირად ადამიანს თავშეკავება გამოეჩინა. იმიტომ რომ მარხვას თუ ვიტყვით, ეს ერთგვარი თავშეკავებაა. თავშეკავება თანამედროვე გაგებით ვიღაცას გონია რომ მხოლოდ პროდუქტისგან არის რაღაცა გარკვეულ პროდუქტის სახეობასთან, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკოთ. ეხლა ესა ვთქვათ რომ რაღაცის თავშეკავება ამ შემთხვევაში რისი თავშეკავება იყო. 60-შიც კი, როდესაც დაცემამდელ ადამიანზე არის საუბარი, 60-შიც კი ადამიანს უთხრეს რომ მას ყველა ხის ნაყოფის ჭამა შეეძლო გარდა ერთი ხისა, რომელიც იყო ხეცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა, მისთვის ამ ხესთან, ესე იგი, ამ ნაყოფის ჭამის უფლება მას არ მიეცა. ეს იყო გარკვეული რაღაცა, შეიძლება ითქვას, გამოცდა, რომ როგორ გაიზრდებოდა ადამი სულიერად, როგორ დაემორჩილებოდა ღვთის სიტყვას, როგორ მიიღებდა ამას, რომ უთხრეს და ღმერთმა უთხრა და ასრულებს თუ არა ამ სიტყვას და ეს ყველაფერი როგორც დამთავრდა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ეს ისტორია, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ მას რაღაცაზე უთხრეს, რომ ეხლა შენ ამისგან გარკვეულ დრომდე თავი უნდა შეიკავო, არა ისე სამუდამოდ და ესე იგი უკუნისამდე, არა, უთხრეს, რომ რაღაცა გარკვეულ დრომდე შენ აქედან ამ ხის ნაყოფისგან თავი უნდა შეიკავო, ეს გახლდათ სწორედ სულიერი წრთნისთვის მიცემული მისთვის რაღაცა შეიძლება ითქვას გაკვეთილი, რომელიც წარმატებით ვერ იქნა ჩაბარებული მოგეხსენებათ. ეხლა რაც შეეხება ცოდვით დაცემის შემდგომ მდგომარეობას, თუ ცოდვით დაცემამდე იყო აუცილებელი ესეთი სულიერი წრთნის მაგალითი, ეხლა ცოდვის დაცემის შემდგომ როგორ უფრო მეტი არის საჭირო რომ ადამიანმა გააკეთოს. ამიტომაც რითიც რაც სიტყვებიც ვახსენე რაღაცა პროდუქტთან ასოცირდება მეთქი, აუცილებლად თანამედროვე სამყაროში რადგანაც ასე აღიქმება, მე ვფიქრობ, რომ დღეს ამაზე ცოტა უფრო ვრცლად უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან სამწუხარო ფაქტია და მომიწია ამისი თქმა ამბიონიდანაც კი, რომ რაღაცნაირად ეკლესიაში მოსულ ადამიანებს მეორე კლასში გადასვლა, მოვედით პირველ კლასში ჩავირიცხეთ და მეორე კლასში გადასვლა აღარ გვსურს. დაუკმაყოფილდით იმით, რომ ხომ მოვედი, ხომ დავდივარ, რაღაცა და რომ გადახვიდე მეორე კლასში, ხშირად მეც მოძღვარიც ვწოდავ ამაში, რომ არ ვაძლევ ამის საშუალებას, რომ მეორე კლასში გადავიდე, იმიტომ რომ ისინი რომ მეორე კლასში მეც მეორე კლასის შესაბამისად უნდა მოვემზადო და ასე შემდგომ და ეს ყველაფერი ადამიანის სიზარმაცესთან არის მოკლედ დაკავშირებული, იმიტომ რომ მარხვას მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ადამიანი 10 წელიწადი ეკლესიაში დადიოდეს, შეიძლება მიიჩნევდეს იმას, რომ შეცვლის თავის ცხოვრებაში მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა პროდუქტების სიას და გადავა ხორცევლიდან ბოსტნეულზე და ამბობს, რომ მარხვაზეა და ამის მეტი შეიძლება არაფერი არ შეცვალოს მან ცხოვრებაში. სამარხო პროდუქტების კითხეს ისეთია უკვე ვეგანური, ასე ვთქვათ, რომ დიახ, არის ისეთი სამარხო პროდუქტები, რომელსაც ხსნილშიც სიამოვნებით არ ვიტყოდი უარს მაგალითად ამ პროდუქტებზე. ამიტომაც ამ ხრივაც კი რომ ადამიანმა თუნდაც მოკლედ დავარქვათ ამას მუცლით მარხვა, მუცლით იმარხულოს, ესეც კი დღევანდელ დღეს რაღაცა იმდენად გაიოლებულია, რომ რაღაცა ძალიან მარტივად შეიძლება და იოლ გზას ყოველთვის ეძებს ადამიანი მოგეხსენებათ. ადამიანის მხრიდანაც ეს შეცდომა იოლი გზის ძიება იყო, სხვა მეტი კი არაფერი. ამიტომაც არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მარხვა ჩვენი ყოველთვის აქედან უნდა მოდიოდეს. ანუ გონებიდან უნდა მოდიოდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ თუნდაც პროდუქტზე, რაღაც გარკვეულ პროდუქტზე თავშეკავება, ამას გონება უნდა გკარნახობდეს, რატომ აკეთებ.
თორემ თუ ესე მექანიკურად იქცევი რომ აი რაღაცა კალენდრულად აქედან აქამდე ხორცი არ უნდა ვჭამო და არ ჭამ არაფერი არ იცვლება ადამიანში, მაგრამ როდესაც გონებიდან მოდის რომ მე ამას იმიტომ არ ვაკეთებ რომ რაღაცნაირად თავშეკავება მინდა გამოვიჩინო, იმიტომ რომ რაღაცნაირად გავზარდო ჩემი საკუთარი თავი, აი ეს უკვე სხვა მარხვა არის და სხვა კუთხით შეიძლება შეხედოს და განიხილოს ადამიანმა ეს ყოველი. ეს რაც შეეხება მარხვას, ოდესაც აი პროდუქტზე ჩამოვარდება ხოლმე ლაპარაკი, იმიტომ რომ მოდის ადამიანი და გეუბნება, აი მე მარხვას დავიწყებ და გონია რომ მარხვის დაწყებაში მხოლოდ და მხოლოდ ეს არის რომ ეს უნდა შეცვალოს ცხოვრებაში და სხვა არაფერი. სინამდვილეში მე ვურჩევდი ჩვენს მაყურებელს ამასთან დაკავშირებით ძალიან კარგი თავი ისაია წინასწარმეტყველის 58 თავი გახლავთ ეს, სადაც ის მარხვის შესახებ საუბრობს, რომ ეს არის მარხვა, რომელსაც თქვენ მარხულობთ. ეს არის მარხვა, რომელიც მე ამოვირჩია და ჩამოთვლის მე როგორი მარხვა ამოირჩია ღმერთმა ადამიანისთვის, რომ დაახსნათ უღლის აპეურები, ანუ ესე იგი უნდა უღლის აპეურები გახლავთ ეს ყელი რითიც აქვს შეკრული ხარს და ის რომ გახსნა და რომ მოუშვა და რომ თავისუფლად ისუნთქოს, რომ გაათავისუფლოთ მონები, რომ შეერწყურვალი დააპუროთ, რომ შენ სისხლსა და ხორცს არ დაემალო. აი ესეთი სიტყვები აქვს, დიდი ჩამონათვალია ეს და ამ ყოველივეს მერე შეღაღადებ უფალს და მოგისმენს ისო. მე მართლა ვურჩევ ყველას რომ წაიკითხოს ეს თავი რომ გააცნობიერონ რა არის ჭეშმარიტი მარხვის აზრი. ისევე როგორც აი თანამედროვე სამყაროში ახლა ჩვენ შეიძლება მონები არ ვყავდეს გასათავისუფლებელი და ამ შემთხვევაში რა ვქნათ თუ კი ვიკითხავთ, მაგრამ სინამდვილეში ვყავს. ეს არის მონობა, რომელ მონობაში ჩვენ თვითონ ვართ ჩავარდნილი და ამ მონობიდან უნდა გავთავისუფლდეთ. თუნდაც მონა ვარ იმისა, რომ ვიღაცისთვის პატიება არ შემიძლია. აი ეს მონობა არის ადამიანის სხვა მეტი კი არაფერი რომ ეხლა ჯვრის თაყვანისცემის კვირა ვქონდა და ეს კვირა მესამე კვირა ასე იწოდება დიდ მარხვაში რომ ჯვრის გამობრძანდება ჯვარი და ჯვრის თაყვანისცემის კვირა არის და ყოველთვის შევახსენებთ ხოლმე ადამიანებს და წმინდა ეკლესია შეგვახსენებს პირველ რიგში რომ ამ ჯვარცმასთან დადგები და დაიწყებ ლოცვას და რა უნდა იყოს შენი ლოცვა ჯვარზე გაკროლმა მაცხოვარმა პირველი სიტყვა რა თქვა რომ მიუტევე მამაო რამე თუ არ იციან რას აკეთებენ. მაგრამ მაცხოვარი იყო და მან თქვა ადამიანებს უჭირთ. გასაგებია, მაგრამ იქ სახარება იკითხება ამ დღეს რომ უნდა უარყო საკუთარი თავი, უნდა აღიღო ჯვარი და უნდა შემომიდგე მე. ეს მოცემულობა, რომელიც უნდა შემომიდგე მე რას ნიშნავს? სადმე გზა არის, რომელიც გზასაც ვეძებთ და უნდა მიაგნო არა ეს მატერიალური, ესე ფიზიკური გზა კი არ არის. ეს არის შენი სულიერი გზა, როგორ უნდა შეუდგე ქრისტეს, რომ პატიების მიცემა უნდა შეგეძლოს, არ უნდა გძულდეს, არ უნდა რაღაცნაირად იხევდე უკან ამაზე, რომ ეხლა მე იმას ვერ მე მართალი ვარ მასთან და ამიტომ პატიებას ვერ მივცემ. აი ეს არის სწორედ მარხვაში გასააზრებელი, იმიტომ რომ მარხვა სწორედ ამიტომ ეძლევა ადამიანს, რომ მან დაიწყოს ფიქრი, რა აქვს გამოსასწორებელი, რა აქვს უკეთ გასაკეთებელი, რაც აქამდე უკეთ არ გაუკეთებია და არა ის რომ მთელი მისი გონება მიმართული იყოს იმისკენ, რომ ვაიმე იქ ცხიმის შემადგენლობა, რისია რაღაცა თურმე რაღაცა საჭმელში, რომ რაღაცა ცხოველური არ გაეპაროს, არ დავიღუპოთ მანდ რომ 0.0 რაღაცა გრამი ამდენი ცხიმი ყოფილა თურმე ამ საჭმელში და დამერღვა მარხვა და დავიღუპე და სამაგიეროდ შეუძლია ვიღაცას შეაგინოს, ან დაწყევლოს, ან ცუდი უსურვოს, ან პატიებაზე თქვას ვარი რომ არა ეხლა ეგ სანამ არ მოინანიებს მე იქნება სულ არ იცის იმან რა არის მონანიება და პატიება. სულიერი თვალსაზრისით უნდა შევხედოთ მარხვას და არა მხოლოდ ეს რაღაცა მატერიალური, ფიზიკური კუთხით, რომ აი ამას ავიგრძალავ საკვებში და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელ დღეს მარხვა. იმიტომ რომ კვებითი მარხვა გახლავთ შემადგენელი ნაწილი ამ ყოველივესი. აი გავიხსენოთ დავით მეფის მეფსალმონის მაგალითი, რომელმაც მან ძალიან ძიმედ შესწოდა და ამ შეწოდების გამო ის ძიმედ მარხულობდა გარკვეული დღეების განმავლობაში და მარხულობდა როგორ მეფე არის წარმოიდგინეთ გააერთიანა სამეფო ძლევამოსილი მეფეა იმხელა ჯარი ყავს ისეთი სიმდიდრე აქვს მთელი ესე იგი სოლომონი მისი შვილი რომელიც ტაძარს აშენებს მთელი მასალა მისი დაგროვილია და იქ იცით რა წერია რომ ვერცხლზე ნაკლები ჭურჭელი აღარ არსებობდაო და სპილენძი და რაღაცები მასავით ეყარაო სიკიმოროს ის რაღაცა ტკბილი ლეღვისნაირი ეს არის ესე ძირს იყრება ხოლმე რომ წიფს და ესე ეყარაო იქეთ ანუ ასეთი სიმდიდრის კაცია
ძიმე შეცოდების გამო აი ეს კაცი, რომელიც ასეთი დიდებულია თავის სამეფოში, სადღაცას მიწაში, ნაცარში გდია დღეების განმავლობაში. თავისი ცრემლით, ესე იგი, წყალში ეზავება ეს ცრემლი და ისესვამს აი ამ წყალს, თუ კიღებულობს საერთოდ და პური პირდაპირ ნაცარში აქვს ჩაგდებული, რომ ნაცართან ერთად ჭამოს, ისიც თუ კი გაახსენდება ოდესმე რომ ჭამოს და ძალით რო აძალებენ, რომ აუცილებლად უნდა შეჭამო, თორემ მოკვდები, მისი მომლელები როდესაც შემოდიან. აი ეს არის მარხვის გამოვლინება, იმიტომ რომ როდესაც აცნობიერებ ადამიანი შენ დანაშაულს, ხა როგორ წარმოგიდგენიათ ამ დროს საკუთარ დანაშაულს აცნობიერებდეს, სინდისი ქენჯინიდეს ადამიანს და ამ დროს ფიქრობდეს ახლა კარგ საჭმელ-სასმელზე შეუძლებელი რამ არის ეს ყველაფერი. თუ კი სინდისი ქენჯინის ადამიანს, ის საჭმელ-სასმელზე არაფრით არ იფიქრებს. აუცილებლობის გამო გახდება, უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენ ადამიანის ორგანიზმი ასე არის მოწყობილი, რომ შიმშილისგან გული არ შეუწუხდეს, ამ აუცილებლობის გამო აუცილებელ პროდუქტს მიიღებს, რომელიც მის სიცოცხლისთვის აუცილებელია და არავითარ შემთხვევაში არ დაიწყებს რესტორნებისა და მენიუების არჩევას, თუ რა ეს სიამოვნება ეხლა მას და რომელი, ესე იგი, პროდუქტი უფრო დაუთკბობს მის სასას, ესე იგი, გემოვნებას დაუკმაყოფილებს. ამიტომაც ასეთი გახლავთ ნამდვილი და ჭეშმარიტი მარხვა, რომელიც პირველ რიგში ფიქრის საშუალებაც აძლევს ადამიანს, რომ თუნდაც პროდუქტზე თავშეკავების გამო რატომ იკავებს ამ პროდუქტზე თავს და იწყებს ფიქრს იმის გამო, როგორ აპატიოს, როგორ შეიყვაროს, როგორ მოიშოროს სიძულვილი, როგორ გათავისუფლდეს ყოველივე ამისგან რისი მონაც გამختარა და ვერც კი აცნობიერებს შეიძლება თუ რაოდენ არის აი შეპყრობილი ამ ყოველივეთი. ამიტომაც რაღაცა საძნელო საქმეებს ახლა ეგ ძნელია ეს როგორ გავაკეთოთ რაღაცა საკითხებთან მიმართებაში მრევლთან საუბარი როდესაც გქონია უთქვამთ ესე მაგრამ თუ არ დაიწყებ ვერასდროს ვერაფერს ვერ გააკეთებ ღმერთისთვის იცით რა არის მთავარი ისევე როგორც აი მოყვარული мама ახლა ოჯახში რომ აიღოთ რომ შვილს შეიძლება ყველაფერი ისე არ გამოსდიოდეს როგორც მამას სურს ახლა ძალიან მინდოდეს შეიძლება რომ ყველაფერში კონდეს 1000 ქულა თუ რამდენია უმაღლესი შეფასება ახარც ვიცი ხო კონდეს 1000 ქულა ყველასაგანში მაგრამ შეიძლება არ აქვს მას ჰუმანიტარული ნიჭი და მხოლოდ ტექნიკური რაღაც საშუალება ან პირიქით და არ მინდა მაგრამ არ ეხა შვილის დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს რომ თქვათ ინდომებს მაგრამ არ გამოსდეს ამიტომ მე მის მონდომებას ვაფასებ როდესაც ვხედავ რომ ის ამას ყველაფერს აკეთებს გვიან იძინებს იმის გამო მეცადი რა თქმა უნდა ვუფასებ ჩემ შვილს ამას და განსაკუთრებულად სიყვარულზე სიყვარული მემატება და თუ კი რამ პატივისცემა შემიძლია გავაორმაგებ ამ პატივისცემას მის მიმართ და არა ის რომ თუ არ გამოგივა არაფერი არა შეიძლება არ გამოუვიდეს იქნება და ვერ ამოხსნას უმაღლესი მათემატიკის ამოცანები, მაგრამ სამაგიეროდ სხვა მიმართულებით განვითარდეს. ამიტომაც მოყვარული ღმერთიც სწორედ ასე უყურებს ადამიანს. თუ მას ადარდებს, აწუხებს ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, მისთვის ის ძალიან ესე იგი საყვარელი შვილია ისედაც ყველა ადამიანი, მაგრამ განსაკუთრებულად ეხმარება ასეთ ვის მონდომებასაც ხედავს. ვინც იტყვის რომ ეხლა ძნელია და მაგას არასდროს არ შევასრულებ, ნუ ეხლა შეუძლებელია რომ ადამიანს ძალადობრივად შეასრულებინო ასეთი რამ და მით უმეტეს რომ ღვთისგან იყოს რაღაცა ეს მოქმედება. უნდა ვთქვათ კიდევ ერთი რამ, ვინ არ უნდა იმარხულოს თუნდაც პროდუქტის სახით, თუნდაც არა პროდუქტის მიმართ და სხვანაირი მარხვა როგორ უნდა აირჩიოს. ეს არის ორსული ქალები, მეძუძური დედები. ესენი არიან, თქვათ, რაღაც შეიძლება იყოს ავადმყოფობა ქონდეს ქრონიკული ადამიანს და მისი მარხვა არ შეიძლებაოდეს აწუხებდეს რაღაცა ოპერაციები იყოს ან შაქრიანი დიაბეტი, რასაც ქვია, ასეთი დაავადება ქონდეს. შეიძლება იყოს ასაკს ისეთი გადაცილებული ადამიანი, რომელსაც უჭირს რაღაცა სამარხო პროდუქტის მონელება. მას ჩვენ არ ვავალებთ მარხვას. ეკლესია არ არის ამისთვის, რომ რაღაცა ტანჯოს ადამიანი და მარხვა ამისთვის არ არის დადგენილი, რომ ფიზიკურად ტანჯოს ადამიანი. ჯანმრთელმა ადამიანმა, რა თქმა უნდა იმარხულოს, თუ მას არაფერი არ სჭირს, მაგრამ თუ კი რაღაცა მსგავსი ჩამოთვლილი პრობლემათაგან, ნუ ზოგი პრობლემა არ არის, ეხლა მოგეხსენებათ ორსულობა და მეძუძური დედობა სიხარულია.
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მდგომარეობაში არის ადამიანი, მან პროდუქტის მიმართ ესეთი დამოკიდებულება, რასაც ვთქვათ, რაც რეკომენდირებულია ექიმებისგან, შეუძლია მიიღოს, მაგრამ აქაც რჩება უნდა მივცეთ ასეთ ადამიანებს, რომ როგორ უნდა მიიღოს ეს ყველაფერი. აი შეიძლება ასეთი კონკრეტიზაცია ცოტა ვიღაცის ყურშიც გამაღიზიანებელიც იყოს, მაგრამ რადგან ხშირად დასმული შეკითხვებია, მე ახლა ვიტყვი ამასაც, რომ აი თუ კი ეტყვიან, რომ თქვენ რაღაცა კალციის გამო გჭირდებათ და აუცილებელია თქვენთვის ხაჭო, მან უნდა ჭამოს ხაჭო და არა ხაჭოს ნამცხრები. ანუ უნდა ეცადოს, რომ რა აუცილებელი პროდუქტი რაც არის მისთვის და რითიც თქვათ მისი ჯანმრთელობის შენარჩუნება ამის ხარჯზე უნდა მოხდეს, კონკრეტულად ის პროდუქტი უნდა მიიღოს. ეს ხაჭოს ეტყვიან, ხაჭო ხორცი იქნება, ხორცი ოღონდ ამისგან კი არ უნდა მოამზადოს ახლა რაღაცა ფანტაზიორობა არ უნდა დაიწყოს, რომ აქ არ მოხდეს ის, რომ მარხვაა და მოდი ახლა თავს შევიკავებ, თქვათ გემოთ მოყვარებისგან. აი ამითი შეუძლია იმარხულოს. მიირთვას ის რაც უთხრეს, ოღონდ არ დაიკმაყოფილოს გემოს მოთხოვნილება. ისევე როგორც თქვათ ამ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანებმა სხვა რამეს შეიძლება მიაქციონ უფრო დიდი ყურადღება. მაგალითად, რას უთმობენ უფრო მეტ დროს. ეხლა თუ ვიღაცა დიდხანს ის კომპიუტერთან ადგეს და გაანახევროს ეს დრო, ვიღაცა თქვათ მავნეჩვევა აქ მწეველია, რაღაცა ამას უნდა ებრძოლოს, ვიღაცას ბილციტყვაობა არ მოუშლია, ამას უნდა ებრძოლოს. ეს ყველა ადამიანს ევალება, მაგრამ განსაკუთრებულად ესეთ ადამიანებს, ვინც თქვათ ვერ ახერხებენ სრული მარხვის შენახვას, თუნდაც კვების მიმართულებით. ეს შეიძლება ისეთი დეტალებია ახლა, რომელი დეტალებიც, მაგრამ ხშირად გაგვეგონია ჩვენში კითხვები ამ მიმართულებით და კარგია რომ გავმარტავთ. მე ვფიქრობ, რომ მაინც საწოდნელია ეს, იმიტომ რომ რაღაცა ადამიანებს აქვთ ხოლმე ამის შიში, რომ აი ახლა მე რაღაც ექიმმა ესე დამინიშნა და ამიტომ ვეღარ მოვალ, ვეღარ ვეზიარები. როგორ არა, ჩვეულებრივად უნდა იაროთ ეკლესიაში და აღსარება თქვათ და მიიღოთ მონაწილეობა ჩვეულებრივ საიდუმლოებებში, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ეხა ჯანმრთელობა შეიძლება უცბად ისე შეერყეს ადამიანს, რომ თვითონ მართლა არაფერი არ კონდეს ჯანმრთელობის საწინააღმდეგოდ მოქმედებული, ეხა არ გულისხმობ იმას, რომ ვიღაცა შეიძლება დამოკიდებული იყოს რაღაც ალკოჰოლზე ან სხვა მსგავს რაიმეზე და ამის გამო შეერყეს ჯანმრთელობა. ძალიან ცუდია ეს, რომ საკუთარ ჯანმრთელობას ადამიანი ისპობს, მაგრამ არის რომ ისეც ხდება. შესაბამისად ჩვენ ყოველთვის მიუხედავად იმისა თვითონ დაიზიანა ჯანმრთელობა თუ რაღაცა შემთხვევითობის და გარემოების გამო მოხდა ეს ყველაფერი, ეკლესია ამ გამონაკლის ყოველთვის უშვებს ადამიანებზე, მათ მარხვას ვითვალისწინებთ ექიმების რეკომენდაციას, მაგრამ სხვა კუთხით ვურჩევთ რომ იმარხულონ. თქვენ აი საკვების მიმართულებით გაამახვილებთ თქვათ ყურადღება, ვისაც მსგავსი მდგომარეობა აქვს. აი ხშირად არის ხოლმე ხა სხვაზე რო არ ვისაუბრო და არ განვაზოგადო, ჩემ თავზე ვიტყვი რომ ცოტა ხნის წინ გავაჩინე მეოთხე შვილი და შინაგანად რაღაცა ფსიქოლოგიურად თითქოს შენ თვითონ უწყვეტავ შენ თავს რომ აი ღამის თენება, ყვება, ბავშვის მუდმივად აი ამ რეჟიმში ყოფნა თითქოს ვერ უზრუნველყოფ იმას რომ შემდეგ შენ ლოცვას უფრო მეტი დრო დაუთმო, რაღაც შინაგანად აი ამ შეზღუდვებისთვის განეწყო. აი როგორ შეიძლება რომ ეს გავაკეთოთ ისე რომ აი შენ თვითონ არ გადაწყვიტო თქვათ რომ მე ახლა ვერ შევინახავ ამ მარხვას და მოდი ფსიქოლოგიურად ამისთვის მზად არ ვარ და რაღაცნაირად მოდი არ ვიმარხულებ და აი როგორ უნდა გააკეთოს ეს ადამიანმა ისე რომ შინაგანადაც აი რთული არა ფსიქოლოგიურად რთული მომენტების გავლა უწევთ ხოლმე ამ დროს ადამიანებს თქვათ ოპერაციის შემდგომ თქვათ მშობიარობა ბევრი მომენტი არის ნიუანსი ასე ვთქვათ აი როგორ განეწყოს ამ დროს ადამიანი ანუ მხოლოდ ხომ არ არის ეს საკვების შეზღუდვა შინაგანადაც ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყოს რომ მარხვას მიუძღვნას თავისი თავი თქვათ იმ შეზღუდვებს, ლოცვას და ასე შემდეგ. აი ამისთვის როგორ მოემზადოს ადამიანი? აქ თავარი არის რომ ადამიანმა თვითონ არ მიიღოს გადაწყვეტილება. თუ კი თვითონ ღებულობს გადაწყვეტილებას რომ მე ახლა ამისთვის მზად არ ვარ, მე ახლა ესე ამას ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს ხელის შემშრელი ფაქტორი მაქვს იქ ახალდაბადებული ბავშვია თუ თქვათ რაღაცა რეაბილიტაცია, შემდგომად ოპერაციისა თუ არა აქვს მნიშვნელობა. ამ ყველაფერს იცით რა აუცილებლად ჭიხში შევა, იმიტომ რომ ამ თვით გადაწყვეტილების შედეგად შეიძლება ისე ჩაიაროს დღესასწაულმა მისთვის რომ ეს დღესასწაული აცდეს მოკლედ მიზანს და ვერ უზიარებელი დარჩეს თუნდაც რაღაც ესეთი სიხარული ვერ გაიზიაროს.
როდესაც მოძღვართან შეთანხმებით ხდება ეს ყველაფერი, მაშინ უკვე ძალიან იოლია. იმიტომ რომ მარხვა რას ავალდებულებს ადამიანს, რომ მოდი ახლა ვიდრე გეძინა იმაზე უფრო ცოტა იძინე. გაძლევთ თქვენი შვილი ახლა პატარა იმის საშუალებას, რომ იმდენი დაიძინოთ, რამდენი ძნება. საერთოდ მართლეს. ხო, ცოტა უფრო ნაკლებად უნდა მიხედო საკუთარ თავს, იმით რომ არ იმზადებდე ახლა ნაირ-ნაირებს და გაძლევთ ამის საშუალებას. ესე იგი, ამ ყველაფერს გინდათ არ გინდათ თავისთავად ასრულებთ. ახლა თქვენს მაგალითზე, იგივე შეიძლება ითქვას, თქვათ რაღაცა რეაბილიტაციაში მყოფი ადამიანისთვის, რომელიც რაღაცა გარკვეული ოპერაციის ან რაღაცა თქვათ სამედიცინო პროცედურის შემდგომ გარკვეულ რაღაცა პროცესებს გადის. აქვს მას ამისი ფუფუნება ახლა რომ წამოჯდეს სადმე რესტორანში და ესე იგი ჭამოს დასვას რაც გაუხართ. არ აქვს ამისა რაღაცა შეზღუდულია კვების მიხედვით. თქვათ იქ ტკივილს განიცდის ორგანიზმში. ეს ყველაფერი უკვე ჩათვალეთ რომ რაღაცა მარხვის ერთგვარი სახე არის, როდესაც ამას ითმენ ყველაფერს, იმიტომ რომ თქვენ ხო არ რტვინავთ ახლა რომ ახლა რატომ პატარა ბავშვი რატომ ჩვილი რატომ მაღვიძებს ღამე. ნუ ახლა ასეთია რეჟიმი, იღვიძებს ის შია და იმას არ აქვს ახლა რომ მიდან 12-დან 8-მდე ძინავს დედას და ვერ გავაღვიძებო, ჯერჯერობით ამას ესე ვერ ფიქრობს. ამიტომაც, როდესაც მოძღვართან არის ეს ყველაფერი შეთანხმებული, მოძღვარი ამას ითვალისწინებს და ხომ თქვი უკვე, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ რატომ კონკრეტულად მოძღვართან უნდა შეათანხმოთ და არა ვიღაცა შეიძლება ესე მოძღვარი უამრავი ნაცნობი გყავდეთ. ნაცნობ მოძღვართან კი არა, ვისთანაც ახსარებას აბარებთ, იმიტომ რომ მან ზუსტად იცის თქვენი სულიერი ძალები. ამიტომაც და მანკიერებაც სხვათა შორის რომ რისადმი გაქვთ რაღაცა ესეთი შეიძლება რაღაცა ნება რომელიც არ დაგიძლევიათ, ხო? აი ამ მიმართულებით წაიყვანს, იქ არ დაგიწყებთ რომ ეხლა რაღაცა კვებას ესე თუ ვერ ახერხებ ესე მოახერხე. ა კვებაზე საერთოდ აღარ ილაპარაკებს, აღარ ძილზე და აღარც დროსტარებაზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ისედაც აღკვეთილია თქვენ ცხოვრებაში, სანამ ეს ჩვილია სახლში. მოგეხსენებათ, ხო? ჩემი სწავლება არ გინდათ და ის სხვა მიმართულებით დაიწყებს ამას, რომ აი რაღაცა შეიძლება კონკრეტული პრობლემა დაინახა, რომ რაღაცა ვიღაცისთვის არ გიპატიებიათ და მოდი ახლა ეს ამაზე ვიმუშაოთ, რომ ვიღაცა არ გიყვარდათ და მოდი ახლა როგორ უნდა შეიყვარო ადამიანი, რაღაცა მანკიერ მოკლედ თვისებებზე გაამახვილებს ყურადღებას და რაღაც წერტილოვან დარტყმებს მოკლედ აი ამ მარხვის საშუალებით მას მიაყენებს და არა იმას, რასაც თქვენ ორგანიზმს თქვათ უნდა რაც ორგანიზმისთვის უნდა გაგეკეთებინათ მარხვის განმავლობაში, ამას ისედაც ასრულებთ. და ასე რომ სხვა მიმართულებით წაიყვანს ამას ყოველივეს, ასე რომ თვითონ არ უნდა მიიღოს არავითარ შემთხვევაში ადამიანმა ეს გადაწყვეტილება, უნდა მოძღვართან შეთანხმებით გააკეთოს ეს ყოველივე. მამაკახა, ჩვენ ვახსენეთ, რომ ეხა არის მძიმე მარხვა. აი, რას ნიშნავს ეს მძიმე მარხვა და თუ თქვათ მძიმე მარხვა არსებობს, მაშინ მსუბუქი მარხვაც არსებობს. აი, რო გამმარტოთ, რატომ ეწოდება მძიმე მარხვა? თქვენ წარმოიდგინეთ არსებობს. არსებობს, იმიტომ რომ მძიმე მარხვას ვუწოდებთ ჩვენ ამას აი ამ დატვირთული დღეების გამო, შინაარსობრივად დატვირთული დღეების გამო, იმიტომ რომ ჩვენ ველოდებით ქრისტეს ჯვარცმას და აღდგომას. და ამ მარხვას ზოგადად მინდა გითხრათ ეწოდება 40-თა მარხვა, ანუ 40 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს მარხვა. სინამდვილეში ეს 40 დღე გადის ბზობის დღესასწაულზე. ჩათვალეთ რომ ბზობის დღესასწაულით მთავრდება მარხვა. მაგრამ არის კიდევ ერთი კვირა, რომელსაც საერთოდ ნების კვირა ეწოდება. დიდი ორშაბათი, დიდი სამშაბათი ასე ვამბობთ ამ დღეების შესახებ. წითელი პარასკევი. ამიტომაც აი ამ ესე იგი შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ ამ მარხვას უწოდებთ დიდ და მძიმე მარხვას, თორემ რაოდენობრივად მარხვის დღეების რაოდენობრივად შეიძლება სხვა მარხვა დაეწიოს, შობის მარხვაც 40 დღის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ მას არ ქვია მძიმე მარხვა. არის იმიტომ რომ შედარებით გვიან დადგენილი მარხვებია, თუნდაც შობის მარხვა, პეტრე პავლობის, მარიამობის, გვიან დადგენილი მარხვებია ესენი. არის შეღავათები რომ თქვათ იქ რაღაცა თევზის ჭამის კურთხევა არსებობს, სხვა მარხვებში თუნდაც შობისა, პეტრე პავლობისა. არის რომ ლიტურგიკული საკითხავები არ არის ესე უფრო
მეტი ვიდრე ამ მარხვაში, იმიტომ რომ ეხლა დატვირთულია ძალიან ლიტურგიკული საკითხავებით, პირველ შეწირული ლიტურგიებით, რაც სხვა მარხვებში საერთოდ არ აღესრულება. ასე რომ იმ მარხვას მსუბუქი შეიძლება იმიტომ ეწოდებოდეს, რომ ასეთი რეჟიმი არ აქვს. როგორი რეჟიმიც გააჩნია დიდ მარხვას, ცალკე წიგნი ემატება საკითხ მარხვანი, ესე ქვია წიგნს, ჩვეულებრივ ლიტურგიკულ საკითხავებს ემატება ეს მარხვანი, რომელშიც არის აი ამ დღესასწაულების, ესე იგი და ყოველდღიური საკითხავების ციკლი არის მთელი ამ მეზვერისა და ფარისევლიდან დაწყებული აღდგომის ჩათვლით. ამ წიგნში მოცემული დიდი შაბათის ჩათვლით უკაცრავად მოცემული ეს ყველაფერი და ამიტომაც უწოდებთ მას ჩვენ მძიმე მარხვას და გვაქვს კიდევ ერთი ასეთი რამ რომ ეს მარხვა ადამიანმა საკუთარ თავს ისეთი მდგომარეობა უნდა შეუქმნას თუნდაც იგივე კვების მიხედვით რომ რაღაც სამოთხეში უნდა იგრძნოს თავი მინდა გითხრათ მიუხედავად იმისა რომ მძიმეა მიუხედავად იმისა რომ ესეთი დატვირთულია საკითხავებით ლიტურგიებით მეტანიებით და ასე შემდგომ მინდა გითხრათ რომ უნდა გავიხსენოთ იმ პირველი ადამიანების მდგომარეობა რომლებიც ხორცს და ესე იგი ცხოველურს არაფერს არ მიირთმევდნენ მხოლოდ ბოსტნეულით იკვებებოდნენ მცენარეულით იკვებებოდნენ უკაცრავად ესე ბოსტნეული იყო თუ ეხა ხეზე მოწყვეტილი ზუსტად ამას ვერავინ გვეტყვის მაგრამ მცენარეულით იკვებებოდნენ და ამ ხრივაც კი სულიერათაც რაღაცნაირად გვინდა მივემსგავსოთ მათ და მივემსგავსოთ არაურჩებაში რომ იქ მოწოდება იყოს რომ ესე იგი ყველა ხისნაყოფის ჭამა შეგიძლიათ ერთის გარდა და მივიდნენ და ის ხისნაყოფი შეჭამეს. არამედ მივემსგავსოთ იმ მორჩილებაში რომ აკრძალული ნაყოფი არ მივიღოთ და სამაგიეროდ მოწოდება რომ მიიღეთ და სჭამეთ დღევანდელ დღეს რაც ისმის ყველა ეკლესიაში დავემორჩილოთ და მივიღოთ და ვჭამოთ რომელიც არის ჭეშმარიტი სისხლი და ხორცი იესო ქრისტესი. აი ახლა გისმენთ და ერთი ასეთი შეკითხვა გამიჩნდა. ხშირ შემთხვევაში აი ხშირად არის ხოლმე რომ მარხვის პერიოდში, როდესაც ადამიანი ცდილობს იმარხულოს, ილოცოს, იაროს ტაძარში, აი მაშინ მოხდება ხოლმე მის ცხოვრებაში რაღაც ისეთი, რომ თითქოს აი უთქვამთ კიდეც ადამიანებს, რომ ეს ბოროტი როგორ მებრძვის, განსაკუთრებით ახლა მარხვის პერიოდში. აი რატომ ხდება ხოლმე ეს და თქვათ როცა თქვენ საუბრობდით რომ ღმერთი ჩვენი მამა, ყოველას ადამიანების მამა ხედავს ჩვენს მცდელობას რო არ ვაკლებთ მცდელობას ვიმარხულოთ, ვილოცოთ. აი ამ დროს რატო არ გვიცავს ხოლმე რომ აი ამ ჩვენს მცდელობას ხო ხედავს და რატომ გვებრძვის ბოროტი ასე ვთქვათ. როგორ არ გვიცავს ღმერთი რო არ გვიცავდეს ბოროტი დღესვე გაანადგურებდა მთელ სამყაროს. ღმერთი რომ არ გვიცავდეს არაფერი არ დარჩებოდა საერთოდ ესე იგი მტრის ნაწილაკიც კი ყველაფერს მოსპობდა. მაშინ მაინც აი მარხვის პერიოდში ჩვენი მცდელობის აი ესეთი გამეტებული მცდელობის პერიოდში აი რატომ მოდის ხოლმე ის რაღაცა ბოროტი ძალა რომელიც აი ხშირად შეგვიჩდება ხოლმე და რაღაცა ისეც გვაიძულებს რაც მარხვის პერიოდში მით უმეტეს უნდა თავი შევიკავოთ ხოლმე. კარები ხომ გინახავთ ზამბარაზე აწყობილი კარები, რომელსაც რა ძალითაც თქვენსკენ მოკაჩავთ, ისეთი ძალით იქეთ ზამბარა ეკაჩება. ან პირიქით, იქეთ იკუმშება, კუმშავთ ისე და ის იქედან სათანადო ძალით გაწევა. ფიზიკის კანონი გახლავთ ეს მოგეხსენებათ ახლა ჩვენი მაყურებლისთვისაც ადვილი გასაგებია ძალიან ასეთი კარები, ვისაც ესე იგი გაუღია და გამოუღია, შესაბამისი ძალით ის უკან ესე იგი ცდილობს დაბრუნებას. ესეთი გახლავთ სწორედ, როდესაც ადამიანი მარხვას იწყებს, მოღვაწეობას იწყებს, ფიქრს იწყებს, ამ დროს იწყება სწორედ მის წინააღმდეგ ბრძოლა ეშმაკისაგან, იმიტომ რომ იქამდე ესეთი შეზღუდვა არ ქონია ეშმაკს ამ ადამიანთან, ესე იგი უფრო თავისუფლად იყო და ეხლა როგორც კი უთხრეს რომ შენ უნდა გაიწიო შენი ადგილი აქ არ არის, მაშინვე ის იწყებს რომ ბრძოლას რომ არ დაკარგოს თავისი ადგილი. შესაბამისად, პირველი რაც თქვი რომ გონებით უნდა დაიწყოს ადამიანმა მარხვა, ხშირად აქ მოდის ესეთი ბრძოლა. კი, სხვა განსაცდელებიც არის ხოლმე ავადმყოფობისა და გარდაცვალებისა ღმერთმა ყველა ჯვარი დაწეროს და ასე შემდგომ, მაგრამ
ახლობლის გარდაცვალების, მაგრამ ეხლა ჩვენ თუ ამითი დავიწყებთ იმას, რა ქვია, მარხვას, რომ დაიწყება ჩვენს გონებაში ფიქრი, რა მაქვს გამოსა, ყოველთვის გეფანტება, დაიწყება ფიქრი, რომ მოდი ახლა აი ლოცვის რაღაცა კანონი შევასრულო, აქამდე თუ ნებისმიერ სხვა წიგნს აიღებ, კითხულობ და არანაირად გონება არ გეფანტება და ზუსტად მიუყვები მის შინაარს, გადაშლე წმინდა წერილს, დაიწყებ კითხვას და მაშინ გაგახსენდება აბსოლუტურად ყველა ყოფითი პრობლემა, აბსოლუტურად რაღაცა ისეთი შეიძლება ბავშვობის კეთილი მოგონებები და რაღაცა სასაცილო ანეკდოტი იქნება თუ რაღაცა ფილმი გინახავს. იქ დაიწყებს ყველაფერი ეს შენს გონებაში, ამოდი რატო თითქოს რაღაც იქ ვიღაცა ხსნის ამ ფაილებს და ამოუშვებს თითქოს შენს მეხსიერებაში მიძინებულ ამ ყოველივეს. იმიტომ რომ ბოროტი იზღუდება ამით და იცდილობს რომ არ დაკარგოს თავისი პოზიცია. ეს ფიქრებს რაც შეეხება ლოცვას, რაც შეეხება წმინდა წერილთან ურთიერთობას, რაც შეეხება, გარდა ამისა შეიძლება იყოს რაღაცა ფიზიკური დასუსტებაც კი, რომ ადამიანს ვაი ახლა მარხულობ და დავსუსტი და აღარ შემიძლია და გაღიზიანებული მაქვს ეს რაღაცა კუჭნაწლავი და ამიტომ ნერვები აღარა მაქვს და ასე. ამიტომ მიცოდეთ რომ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა იყოს ადამიანი მარხვაში. რომ ესე იგი მე ხა დავიწყო მარხვა და ამიტომ ისეთი გაღიზიანება მივიღო რომ ჩემს ირგვლივ ადამიანები შევჭამო, ამას ჯობს რომ რაღაცნაირად მოძღვართან დავარეგულირო, მოძღვარმათან მივიდე ახსნა განმარტებისთვის და მან დაარეგულიროს უბრალოდ ჩემთან ერთად როგორ შევამსუბუქო ეს, იმიტომ რომ შეიძლება იმაზე დიდი ტვირთი ავიღე ჩემს თავზე, ან პირიქით თუ ნაკლები ავიღე, მაშინ შეიძლება საერთოდ ჩაახრიალო უკაცრავად ამ გამოთქმისთვის ადამიანმა ისე მარხვა რომ ვერც ვერაფერი ვერც შედეგი ვერ დააყენო ვერავით არის. აქედან გამომდინარე სიფრთხილე მართებს თითოეულ ადამიანს. ამიტომაც თქვი მარხვა გონებით, რომელიც აცნობიერებს რა მდგომარეობაშია, რას აკეთებს და მიიწევს თუ არა უკეთესობისკენ. და მიიწევს თუ არა ღმერთთან ზიარებისკენ საბოლოო შედეგისთვის. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა მამა კახაბერ, კითხები კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს, უბრალოდ ვიცი რომ ჩვენი დრო უკვე ამოიწურა და არ მინდა რომ მაყურებელიც გადავხალო მძიმე თემებზე სასაუბროთ, ასე ვთქვათ. ამიტომ შემდეგ გადაცემებში გავშალოთ კიდევ ჩვენი შეკითხვები და გავაგრძელოთ. სიამოვნებით, იმიტომ რომ ეს მართლა ისეთი საჭირბოროტო საკითხია, რომ ყოველდღიურ ჩვენს ცხოვრებაში რაღაცნაირად გვხვდება ადამიანებისგან ესეთი შეკითხვები, ესეთი რაღაცა ინტერესი თუ როგორ შეიძლება მათ ზოგი მაპატიეთ დრო ვიცი რომ აღარ გვაქვს, მაგრამ მაინც გეტყვით რომ შეშინებულია იცით რითი რომ აი ამას რო ესე ვერ გავაკეთებ, ამიტომ ჯობია საერთოდ არ ვემარხულო და მე ყველას ვურჩევ რომ აი რამდენიც შეუძლიათ იმდენი გააკეთონ და მოძღვართან შეთანხმებით გააკეთონ და ყველაფერი გამოუვათ, ასე რომ თუ კი ვინმეს დავეხმარეთ დღეს ჩვენი გადაცემით და აუხსენით ცოტაოდენი მაინც მადლობა ღმერთს ყოველივე ამისთვის. დიდი მადლობა. ცოცხლეთ. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა, მე ერთი კვირით გემშვიდობებით, ნახვამდის.